ეს რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან უხდება ზამთარ. ვაიმე რა, აი ყველი იქნება. ვაიმე. აბა წავიდა. ძალიან მიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხარ და ასეთი ისტორიებს ყვები, მაგრამ დაჭერი რა რამე. ნაბახუსებზე არ უნდა მოიყვანო სტუმარი. მართალია. ეს ტაფილო დიდხანს მიტიროს. დაჭერი. შენ გინდა ამის მოზილო თუ მე მოვზილო? მე მოვზილ. ყველაფერი უნდა მომაყოლო. რაღაცისთვის ვყავარ ამას. უხლავი არის ეგ არის მესხური საფრთხე. ვიცი რაც არის, მაგრამ მესხურს ვაკეთებ ახლა მე რამეს. ნახეთ როგორი პრიალა სლიკინა და ლამაზია. აქ იწყება თავდავიწყება. თუნ თანან. თვალებს რო ხუჭავს სიამოვნებისგან, აი წარმოიდგინე ამის შემოქმედი რო შენ ხარ რამხელა ბედნიერი. აჩო დააწერ. აქ იყო აჩო. რაღაცას ვიგონებთ ახლა ჩვენ. თუ გაიქანა პირდაპირ და არ დაელოდა ღვეზელს. რა ლამაზია რა. აბა, შენიც. და შენ მაკაცობა. ერთი სამი გათი შეტყობილი. შენ გაქვს უდიდესი პატივი ამ არხზე რიგით განმეორდე. ეგ არის. რა ხალხს მოდის და უხარიას თუ რომ ამის ადიყვნენ ისე before it was cool. გამარჯობა. ვინ ხარ ვაფშე? სხვათა შორის კაი კითხვა, მაგას ბევრჯერ მისვა. აი ვითხარი, ჩემი მეგობარია, მაგ დავიწყოთ, მაგრამ იმის იქეთ ვინ ხარ? იმის გამო რომ ბევრ რამეს ვაკეთებდი ცხოვრებაში, ტელევიზიაში მეძახიან ვიქტორინოქს. აი ყველაფერში კი ჩემს თავს რა დაუძახო არ ვიცი მე ვამბობ ხოლმე რომ იურისტი ხარ პროფესიით იურისტი ვარ კი თან პრაქტიკოსი იურისტი ვიყავი 13 წლის განმავლობაში ლიცენზირებული ადვოკატი სხვათა შორის მე არ გამომადექი არაფერში და იურისტობაზე ის გამახსენდა რომ ახალი ნაყიდი მყავს ახალი მანქანა და მოგვივიდა ავარია მცირედ გაწელი ხო მე იქ ცოტა დავეხმარე ავთოს, ცოტა დავეხმარე და ცოტა უშველი. აი ეგრე მადგება ყველა პროფესია ხოლმე რაღაცა. ისე მიშველა რომ ერთწლიანი მართვის მოწმობის ჩამორთვევით დავთავრდა ეგ ყველაფერი. არა. ეგრე მიშველა. არა. მე რა ჩემი ზოგავ. თქვენ იფიქრებთ რომ ან საციხე იყო ან ეგ. არა. უბრალოდ შიტოკი ჩამომივარდა. მეორე მანქანას არაფერი მოსვლია და კი მართალია. ოღონდ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა რომ თურმე ქულები აღარ ყოფნიდა და თან არა ეგ ავარია იყო ძალიან მაგარი რომ მოვიდა გამოგივლიო სახთან რომ ახალი მანქანა ვიყიდეოს. არა, ახალი ჩამოსული იყავი პორტუგალიაში. აღარ მახსოვს. სადღაც იყავი და გამოგივლითა და აი ახალი გაზიზინებული მანქანა და წავედით და ეს ციმციმა არა, აი პავაროტნიკი აი ეს ჩართო და აი დუმ წვი გამოყო და შენი მანქანა აი სექტემბრის თვე იყო. აქ მნიშვნელოვანი ისაა რომ 1 სექტემბერს ჩამერიცხა წინა ავარიის დაზღვევის სადღაც 2000 ლარი. პირველივეშივე გავაკეთე კიდე ერთი მირტყმა და დაურეკე და ორში მივედი რომ შეეფასებინათ. ორში დაურეკე აჭოს გამოგივლი მესკი და ორში გავაკეთე მესამე და ხო და ამიტომ დაწვევა გამაშა. ინსტარება არ იცით, ხო მანქანას ნუ იყიდით. ეხლა რატო შევიკრიბეთ ეგ უნდა გითხრათ ადამიანებო? ეს რასაც დღეს გავაკეთებთ არის უცხო საკმაოდ. ქართული რეალობისთვის. თორე მაგალითად ავსტრალიისთვის და ახალი ზელანდიისთვის ნაციონალურ კერძად ითვლება. ხო და არ ხომ ეს არის ავსტრალიური ხორცის ღვეზელი. კლასიკა ავსტრალიური გასტრონომისთვის, მაგრამ დღეს ჩვენ გავაკეთებთ ოდნავ სახეცვლილს. იდეაში იქ ფენოვან ცომში დებენ ხოლმე იმას, რასაც დღეს ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ მე ვნახე ადრე ჯეიმი ოლივერის რაღაცა ერთ-ერთ ზარეულს სურათი ამოვანოთ, სადაც მე და ჯეიმი ერთმანეთს ვესაუბრობთ. კი, დიახ, ამოვანოთ და ჩვენც ამოვანოთ რა. ხო და ვნახე ძალიან კარგი ვერსია მის ერთ-ერთ ბლოგზე, რომელსაც ეხლა მე თქვენ გასწავლით, იმიტომ რომ ამას აქვს ფანტასტიკური ცომი ხალხო. აი ფანტასტიკაა ეს ცომი და ეს ცომი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერში. აი ღვეზელის ტიპის კერძებში ყველაფერში შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს. ეს არის ყველის ცომი, მდნარი ყველის ცომი არის. თან ფხვიერი, თან რბილი, აი არ ვიცი, ფანტასტიკაა რა. მაგალითად მე გირჩევთ რომ მაგაში გააკეთოთ ხაჭაპური. და შეიძლება მოდი არ გააკეთოთ. იმიტომ რომ შეიძლება მე ცუდად გახდეთ. მოდი არ გააკეთოთ. გააკეთეთ აი ეს ღვეზი. ეს ცომი მერე ცალკე ყველის ჩხირებადაც გამოვაცხეთ. მოგრჩა რა და ძალიან კაი სნექი იყო. აი კნატუნა. ან თხელს ვაკეთებ, კნატუნა ხდებ.
მოდი ბიჭო რა. მართლა ვერ ხვდები და ეს მე მაგრამ მივასებ. ვერ ხვდები ბიჭო რაო თავის ფონზე. მოკლედ პაცა თუ გევასება და პიცა თუ გევასებათ პაც არის ჩემი და პაცაც. ხო რა. ჩემი და კეთოს გაკეთებულია თუ ეს თქვენთვის ამას ნიშნავს. კეთო არის მისი მეუღლე. ვისაც პაცა უყვარს ყველა იმას და ფეს გაგიმარჯვოთ. გარკვევით უცხარით ხო პაცას დამფუძნებელი რო ხარ. კი, მოკლედ გასტრონომიაში ყოფი იურისტი და ტელეწამყვანი. აი ესე დავარქვათ, რაღაცა მსგავსი. აჩო ძალიან მიხარია რომ ჩვენი სტუმარი ხარ და აი ეს ისტორიებს ყვები, მაგრამ დაჭერი რა რამე. ცოტა ყელში ამბობ. ანუ რაც მოვედი, აი თითი არ გამინძრევია იმას სოკოები თალა. რა ვიცი, ისინი ფცქნა, ეხა ხორჯი. მომეცი, მარტო რამე გამაკეთებული. ბოსნეულს მე დავჭერ. კარგი, მაყურებელს რო აუხსნათ, ამ ყველაფრის მოსამზადებლად დაგჭირდება ხორცი, სტაფილო, სოკო, ხახვი, როზმარინიც გვაქვს. კი ბატონო, მუსკატის კაკალი. მუსკატის კაკალიც გვაქვს. ღვეზელში შიგთავსად გვაქვს საქონლის ხორცი, სტაფილო, ხახვი. ძირითადად არის ეს სამი კომპონენტი, რომელსაც ნუ აი ამ მუსკატის კაკლით რაღაცებით ვაგემრიელებ და ცოტა სქელი მასა გვინდა, მაგრამ თავარი არის ის რომ ხორცი რომ გემრიელი იყოს და ცოტა გასხობილი არომატის იყოს, თქვენ წარმოიდგინეთ რომ მუსკატის კაკალს ძალიან მოუხდება ლუდი. და როცა ლუდზე მიდგება საქმე, თქვენ შეიძლება რეკლამაში ჩათვალოთ და ეს ასეც არის, მაგრამ მე რეკლამის გარეშე და აბსოლუტურად სუბიექტურად გეტყვით რომ ხო, ჩვენ შავი ლომს. კი, ნამდვილად. მე მგონია რომ შავი ლომი ქართული ლუდის წარმოების სიამაყეა. გულწრფელთავ, იმიტომ რომ საუკეთესო საკეთებენ ამ საქმეს და სხვა შორის ამის ერთ-ერთი მტკიცებულება არის რომ პაცაში მე შავი ლომი მაქვს. ამ შემთხვევაში გამოვყენებთ შავი ლომის შავს. იმიტომ რომ მგონია რომ კიდე საქონლის ხორცს აი დააკოდება. ისედაც ხომ მკვდარია. დააკოდება. ეხო ვიცი ეს ხმა ჩემთვის ძალიან ნაცნობია და მანდ ეთყობათ კიდე გემოვნება რომ ესეთი ჭიქა აქვს ლუდის. დელიკატესია ეს ასწორებს მომე. ეს სტაფილო დიდხანს მეჭიროს. დაჭერი. მე მოიცე ერთად ჯირამას მოუსვავ. მოიცე. ესეა რა ნაბახუსებზე არ უნდა მოიყვანოს სტუმარი. მართალია. ეგ მართალია. გუშინ ესე იგი რამდენი კაცი გაისტუმრეთ? ო არ გადაგცდეს პროსტა. უნდა არის პირველ სადმე საიქიოში. ჩვენ გუშინ ძალიან დიდი ღონისძიება გქონდა პაცას და ძალიან ბევრი ადამიანს უმასპინძლეთ. დანა მაქვს ბიჭო. კაი, დაფაცა, გავიყოთ. მომეცი. ხორც ავიღებ. კი ბატონო, გადაიტანე. ხორცი უნდა დაჭრათ დაახლოებით აი ესე სანტიმეტრი ზომის კუბებად. სახაზავი აიღეთ და ის ჭერით ხოლმე. სახაზავით დაჭერით. ეცადეთ რომ თანაბარი ზომის იყოს რომ მომზადების დრო იყოს თანაბარი. სტაფილოც, სოკოც და ხახვიც ეცადოთ რომ თანაბარ ზომებად დავჭრათ. ყოველთვის ეს რაღაცებს რასაც ერთად ამზადებ ხოლმე ეცადეთ რომ თანაბარ ზომებად დაჭროთ რომ ერთნაირი მომზადება ესთეტიკა ყველაფერი თანაბარი იყოს. დიდი კუბები არ დაგჭირდება რა, რომ ღვეზელში ცოტა სხვა შორის უნდა ითქვას რომ ამ ღვეზელს ამზადებენ გატარებული საქონლის ხორცითაც. შენ მოყევი გუშინ ხა დიდი ივენთი იყო ღონისძიება და რამდენი პიცა გამოაცვე? დამანებეთ. ყველა პიცა გავაკეთე. ყველა პიცა გავაკეთე, მაგრამ ძალიან მაგარი რა არის, ძალიან დიდი ღონისძიებებზე რატო ასწორებს პაცა რა. იმიტომ რომ ჩვენ ლაივში ვაცხობთ ღუმელებს, შენ იცი ჩვენი საყვარელი გოზნის ღუმელები და აი ნასვამი ადამიანი რომ მოდის ღონისძიებაზე, აი და ახალი მოშიებული რო არის. მეორე სუნთქვა რო აქვს ჭამის გახსნიდა, აი ცხელ პიცას რო ჭამს და თვალებს, ხო, თვალებს რო ხუჭავს სიამოვნებისგან, აი წარმოიდგინე ამის შემოქმედი რომ შენ ხარ რამხელა ბედნიერი. ზარეულოს ხარ გვაბედნიეროს რეალურად რა. ტიპს რო თვალებს დაახუჭინებ ჩაკვეჩისას. მე მაყურებელს აუხსნი რომ რაც რომ სვამზადებ წინა სიტყვაობა აჩოს კი ქონდა, მაგრამ ეგ გვინდა 600 გრამი პირველი ხარისხის ფქვილი, 200 გრამი ლურპაკის კარაკი, დანიური ბრენდი როგორც იცით, იცი ამის ისტორიები? მაგის ისტორია ვიცი და შენგანმა ყველა მოსმენელი ხოთი შორის. მართლა ძალიან ხშირად ხმარო ლურპაკს, იმიტომ რომ მე ვასე. და 200 გრამი მდნარი ყველი. არა შეგეშოთ? ხო, მდნარი ყველი. ანუ მარტივად კიდევ ერთხელ 600 გრამი ფქვილი, 200 გრამი კარაკი და 200 გრამი მდნარი ყველი. ეხა ჩვენ ცეცხლზე ვადრობთ, გვიყვარს ცეცხლი, მაგრამ სახლის პირობებში ჩვენ შეგიძლიათ ეს გაყინული სახეხზე ჩამოხეხოთ. კი.
და ისე აი მიწის სილის ფაქტურას მიიღებთ. სანამ აჩო ბევრს ილაპარაკებს, მე ზეთს დავასხამ ქვაში. კი, ზეთი, როზმარინი აუცილებლად ზეთში და თავიდან ვიწყებთ სტაფილოთი, მერე ვამატებთ ხავხს და სულ ბოლოს ვამატებთ სოკოს, იმიტომ რომ სოკო რბილია, მალე მზადდება და თავიდანვე რო ჩაუშვათ, მოგვიკვდება. მინდა ვისაუბროთ ქართულ გასტრონომიაზე მე და შენ. დიახ. რას ფიქრობ? რას ვფიქრობ? პირდაპირ თქვა. თქვი? ჩემი აზრით ქართულ გასტრონომიას დღეს კარგი დღე არ უდგას. და როდის ედგა? იყო ეტაპი სხვათა შორის, ჩემი აზრით იყო ეტაპი, როცა მაგალითად აი შენც მაგ სფეროში აქტიურად იყავი, იგივე მაგალითად ქეთო და კოტეში იყავი, აი მაგ პერიოდში რაღაცა ეტაპი იდგა. კი, სინათლე იყო. რაღაცა ეტაპი იდგა, როცა ქართულმა გასტრონომიამ რაღაც ახალი კი, სტატუსი შეიძინა. ცოტა გაუპრანჭეთ. იქიდან გადმოვედით აქეთ და აქედან სადღაც ვეღარ გადავდივართ. აი ხლა ვართ გაჭედილები და ამ გაჭედილობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი აზრით არის ის, რომ აკადემიური განათლება გვაკლია ხალხს. ორი სკოლა ვიცი, რომელიც ჩვენს მზარეულებს აძლევს ცოდნას, ეს არის აგრარულის ძვირფასი ანასტასიას თაოსნობი დაქთან მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. და მეორე არის იკაროსი, მე რაც გამიგია, მაგრამ ესენი არიან კოლეჯები იდეაში, რომელთაც რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ. თუმცა თუ გადახედავთ უცხოურ პრაქტიკას და უცხოურ გამოცდილებას, ძალიან აკადემიური ცოდნის მიღება შეგიძლია, ძალიან მაღალი დონის ცოდნის მიღება შეგიძლია. ბასკეთის კულინარიული ცენტრი მაგალითად. ორი კვირა ვიყავი და ყბა ჩამოვარდნი. ზუსტად, ხო? აი, წარმოიდგინეთ ახლა რა ცოდნით ჩემი აზრით ყველა მზარეული უნდა იყოს გარკვეულწილად ქიმიკოსი, გარკვეულწილად მიკრობიოლოგი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია იცოდე რას აკეთებ, როგორ აკეთებ, ეს დაგეხმარება ცოდნის გაღრმავებაში, ეს დაგეხმარება გამოსავლების ზებნაში, ჭკვიანური რეცეპტების მოფიქრებაში და ასე შემდეგ. ძალიან მაგარი არომატი როზმარინი. როცა ჩვენ აკადემიური ცოდნა და განათლება დაგვეწევა, მერე უკვე შეგვიძლია ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ქართული გასტრონომია. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ საოცარი სამზარეულო გვაქვს, ძალიან კარგი სამზარეულო გვაქვს. მე სხვა პრობლემასაც ვხედავ მათ. ინტერესი ახალ თაობაში იყვნენ მზარეულები ასე. სხვათა შორის ერთ-ერთი პრობლემა ეგ არის, ხო, რომ უმეტესად პროფესია კი არ არის დღეს. თავის შენახვა სამსახურია რა, ცოტა ესე ბრტყლად სამსახური, რომ მივედი ვიმუშავე, აი სტუდენტი ვარ და მოდი ცოტა ხანი მზარეული ვიქნები, იმიტომ თან დამოკიდებულება ბოდიში როგორია, იცი რომ მოწამლულები რო არ არიან თავიანთი საქმით, დღეს რო შენ თან მუშაობს, თან სამწუხაროდ ქვეყანაში ხა ის სიტუაცია კულინარიის თვალსაზრისით, რომ ყველა ვეძებთ თანამშრომელს რა და იციან რომ დღეს აი ბოდიში და ფეხებზე დაკიდება შეუძლიათ. დღეს არ გამოცხადდებიან სამსახურში და სადღაც საგულო. რამდენიც გინდა? მაგრამ ზუსტად იცის რომ გვერდზე სხვა რესტორანი ეძებს მსგავს კაცს და აუცილებლად აიყვანს. ჩემ დროს მუშაობა აღიქმებოდა ძალიან მნიშვნელოვან და აუცილებელ პირობად განვითარების და ცხოვრების და გადაცემის. დღეს ყველაფერი იქითკენ არის რომ აი მაგალითად გეუნებიან რომ შენ არ უნდა იმუშაო სხვისთვის და უნდა იცოდე რომ შენი ოცნებები აისროლა. მე მაგას არ ვითანხმები. იმიტომ რომ იმისთვის რომ შენ კარგ კადრად შედგე ნებისმიერ პოზიციაში, ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ პროფესიაში, შენ გჭირდება რომ ჯერ გამოცდილება დააგროვო რა, ანუ უნდა იპახაო, ბევრი უნდა იმუშაო ღამეათ. თვით ინვესტიციაა ეგ ყველაფერი. ანუ დღეს აი შეფი აიღე რა. ყველა შეფი რანაირად ვართ. შეფი არის შეფი თან არის ისა რა ქვია იერარქიული წოდებაა რა. ანუ შეფი რო იყო, ანუ წელში გამწყდარი უნდა იყო. ყველა ეტაპი უნდა გაიარო და ცოტა შემთხვევაზე მოყვები ახლა მაგაზე გამახსენდა. როდესაც დავიწყე 2015 წელი იყო მე მგონი. ფუნიკულიორზე მივედი რომ სტაჟირება გამევლო, უბრალოდ მაინტერესებდა რა ხდება პროფესიონალ სამზარეულოში. სხვათა შორის გამიმართლა ფუნიკულიორზე მოხდა, იმიტომ რომ გამართული სისტემა ჰქონდათ. ნუ სხვა პრობლემები კი აქვს, მაგრამ სისტემა მართლა გამართული და ცივილურად მოწყობილი იყო იმ დროისთვის ყველაფერი და დღესაც. 3 თვე აჩო უხელფასოდ ვიმუშავე სტაჟირებაზე, დათვლილი მაქვს. და დღეს ვინმე იგზავს მაგას არ ვიცი არა. 3 თვე უხელფასოდ ოღონდ 12 საათზე ვიწყდი, სადაც 14 საათიანი გრაფიკი. უხელფასოდ
ზუსტად მაქვს დათვლილი, ნუ პლუს მინუსებით, რომ ტომრებით, ასე ვთქვათ, 5 ტონა კარტოფილი მაქვს გარჩეული, რომელიც უბრალოდ გარჩი არა. აი შრომა. ვეჯებად უნდა დაჭრა, პიურედ უნდა აქციო, ბურთები უნდა ამოიღო, ბევრნაირი რაღაცაა და 3 თვის მერე მე მქონდა შესაძლებლობა, რომ ტაფას შევხებოდი, რომ ცეცხლის ლაინზე უკვე მემუშავა. ოლალალალა. აი, მე კარაქს ავიღებ. სოკოსრობის დაამატებ ჩემო ძმაო. აი, გეტყვი, ცოტა სტაფილო მოუტეხო. სანამ ეს დარბილდება, მეგობრებო, აქ გვაქვს 600 გრამი ფქვილი, პირველი ხარისხის და რა კარაქს დავამატებ. ეგ არის. ასევე აქვე დნარიყველი 200 გრამი. ვაიმე რა, აი ყველი იქნება. აიმე, ეს გესპარანი. აი, შენ გინდა ამის მოძებნა თუ მე მოვზილო? მე მოვზელ. ხელიდას რა. იმიტომ რომ ყველაფერი ამან გააკეთა და მომენტ. არა ქნა. აი, სად გამოუღე? აი მე ამას მოვთუშა. აი. მოკლედ ჩვენი მიზანი არის რომ ეხა ეს ყველაფერი რაც აქ ხდება გახდეს ერთიანი გემრიელი გადარეული მასა. ეხლა მე მინდა 250 გრამი წყალი. იდეაში ეს ნახეთ უკვე წებვადი ტიპიც არის. ხვიერია, ქვიშა, მაგრამ აი ძალას რო დაატანო და წებვადია. იდეაში ბევრი წყალი არ გვჭირდება შესაკრავად რა. კი, დავაი დაუშვი. ვალა. ეს ცომი იქნება განსაკუთრებული. ეს რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, ძალიან უხდება ზამთარს. ბოსნეულს ამოვიღებ. ხო, და ეგ ტაფა მოვამზადოთ უკვე მისი უდიდებულესობა საქონლის ხორცისთვის. საცერით ამოვიღებ, რომ ცხიმი დარჩეს. ნახე, ავთო, შენ ცომზე შენზე უკეთეს ვის დავიკითხო და არის ხო? კიდე ეგ რო დაისვენებს, კიდე გააქტიურდება. ეს რო დაისვენებს მაშინ არის ამბო. თავარია ეს ცომი შევკრათ რა. ეს ცოტა ფქვილის დაიმატა ეხლა ამან. კაი, ეს დავგრინე და გადავდო ცოტა ხანი დაისვენოს. გამოვში ხორცი მანდევს. აი ხორცი. ეხლა რა შვით? ეხლა აქ ცოტა მომწვარი ხახვია, კაი კარამელიზირებული. ხორცი, რამდენი გაქვს აქ ხორცი? კილო. იმინა კილო. მანდვე, მარილი, პილპილი, მუსკატი. მანდ გიდევს ყველაფერი. ეს მარილია, ხო? უი, თან მსხვილი მარილი როგორ მიყვარს. მარილს არ ვინანებთ, არ ვიშურებთ. მუსკატი. რასაყრი? შავ პილპილს. ო, რა კაი ფერზე დადგა, ნახე. ნახე. აუ! ამა თუ გაიქანა პირდაპირ და არ დაელოდა ღვეზელს. უარ გადაო. ჩერ, აი. ძალიან გემრიელი სუნი. აღარ უნდა ამას გაკეთება და გამოცემა. ეგ არის. მზადაა. მუსკატი გვაქვს. ერთი კითხვა მაქვს. არ ვიცი შეთვის მიკითხავს თუ არა. შენი ნება რო იყოს, რომელ ხორცს დატოვებდი ერთ ხორცს? მურტალი კითხვა დასვია მაშინ. და მაშინ მოდი ესე ვიტყოდი, ძალიან უცნაურად ვიტყოდი, რომ ქათამს დავტოვებდი. მართლა ხო? არ არის უცნაური სხვათა შორის რა. ან უფრო ჭკვიანური ამბავია რა. მოსამზადებად მარტივია, ჯანმრთელობისთვის მისაღებია. საქონელი მეტად რთულია. ღორი არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის. მეც ალბათ ქათამს დავტოვებ. ან ღორს არ დავტოვებდი სალსახად რა. ღორის ხორცზე არ გვიждები დიდად. მიყვარს, მაგრამ არა, ჩვენ ყველას გვიყვარს, მაგრამ ყოველდღიურობაში აი საქონლის ხორცი ჩემი აზრით. ან ძროხის ხორცი არის პრემიუმი ხორცი. აი გიჟედები ძროხის ხორცის გემოზე. მაგრამ ქათამი არის აი ყველაფერზე სპასობი. პარკალი გინდა, ფილე გინდა, ის გინდა, ეს გინდა. ხო, ალბათ მაინც
ქათამს. ქათამი და ორი რო დავტოვოთ. ჩემი ემოციულობას რო უცვლი. ეხლა ნახე, ინა თავსახურდა აქ იწყება თავ და ვიწყებ. აქ მინდა ეხლა მე შავი ლომის შავი. ასე მტერი დაგეცავთ. ბიჭო, არ ჩაკიდებ ქვილი? აი ცოტა ეს კაფი დადგეს და ქვილი მივცე. არის რამე საშუალება რომ ტემპერატურა ცოტა გავზარდოთ? კი. როგორ? გაუხსნი იმას და გაგიჟდება. მიდიაო. აი ეს ცოტა შეიწოვოს. მაყურებელს ვინც შეიძლება გასტრონომიაში შედარებით ახალია, იმას უნდა უთხრათ ხოლმე, რომ სადაც იყენებთ ხოლმე წყალს კერძებში. წყლის მაგირად ეცადეთ რომ გამოიყენოთ ბულიონი და სადაც იყენებთ ხოლმე ასევე აი ესეც კერძებში რამე სითხეს ან ცომის მოსაზელად იგივე წყალს აქაც შეგიძლიათ ეს ჩაანაცვლოთ ლუდით, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ღვინით. ანუ სითხე თავისი არსით. მარტო წყალი არა. აქ უფრო გემრიელ სითხე თუ ჩანაცვლდება, უკეთესია ხოლმე. სხვა შორის ნიუ-იორკში არის ჰოთ-დოგები, რომელიც ჩვენებაც ქუჩაში იყიდება, წყალში იხარშება და არის ხოლმე ესე ქვია dirty water hot dogs. ანუ ბინძური წყლის და ბინძურ წყალს იქ იძახიან სუნელებ ჩაყრილ წყალს. ყველაზე გემრიელი არის ბინძურ წყალში მოხარშული და თავარი ფიშკა ასე ვთქვათ, კაი სოსისის მოსახარშეთ არის ბინძური წყალი. dirty water hot dogs. ხო და მეც გონია ხოლმე რომ ესეთ რაღაცებში ძალიან აი მაგალითად აი ამოსავლები კვერცხი ფქვილი საფანელის მსგავსად ხო გვაქვს მეორე ბათერს რო ეძახით რომ ამოავლო აი მაგალითად ხახვის რგოლები რა წესი შეგიძლია წყლით გააკეთო აქ მაგრამ აი შავი ლუდით რო გააკეთო ხო წარმოგიდგენია რამდენად გემრიელი თავისა შვება კი ქვილი უნდა იყოს დაახლოებით ერთი სუფრის კოზი მე ხელით თქვენის ნებართვით თვალის ზომით ვიზაო მაგ ამბობს ცოტა გვინდა რომ მასა შეგვიკრას ძალიან შეასქელოს ბევრი არა აი ესე ეცადეთ რომ მალე მოურიოთ რომ ესე კორკოშელებს რო ეძახეთ კორკოტები არ გაიკეთოს ცოტა მოყავისფრო კი ძალიან ჩემთვის ეს კერძი მზად არის მზადა უმად შევჭამ ხო და ეხლა მუღამი რა არის შემდეგი ეტაპები რო ახსნათ რას ვაკეთებთ ანუ ეს ცოტა ამოშრება კი ცოტა ამოშრება და ამას დავუმატებთ მოწალულ კი არა და ხო აი მოთუშულ ბოსტნეულს დავასხავთ მერე ბულიონს აი ამას დავტოვებთ დაახლოებით საათი-საათნახევარი მერე ცეცხლზე რომ ნელა ცოტა დაბალ ცეცხლზე კარგად გაიცნონ ერთმანეთს და ფაქტობრივად ჩვენ შეგთავს იქნება მზად და გადავალთ მერე ცომში ჩადებაზე ნახე რა მადი საღმძვრელია უბრალოდ ამაში აი სისქე არის ფქვილის ხარჯზე ცოტა ფერი შავი ლუდის ეხლა ჩვენ ამაში უნდა ჩაუშვათ ჩვენი ბოსტნეული რაც წინასწარ მოუთუშეთ აი ესე ამას ეხლა გადავურევ და ავთო დადან შენახული საქონლის ბულიონი თუმცა თუ ვინმე არ აღმოგვაჩნდათ ესე მე ყოველთვის ვცდილობ რომ შევინახო ქათმის საქონლის ბულიონი ნარჩენები ძვლები თუ არა გაქვთ სახში ყოველთვის არ ექნება შეგიძლიათ არ მოგერიდო და გამოიყენოთ კუბები რა თქმა უნდა მაგის არ და ქიმია და რაღაცები არა დაუშვი აი ესე კიდე ცოტა ეგარ ეხა ჩვენ ეს უნდა დავტოვოთ ამ ცეცხლზე დაახლოებით საათი და 20 წუთი რაც უფრო მეც დატოვებთ დაუშვათ და უფრო აი ჩაძენძილი მასა გაიჩნდება ხორცის კიდე უკეთესი. კი. თან ახლა ჩვენ აქ გრილზე ვმუშაობთ, ეს ჩვენ არ გვაქვს ესე აუწიე დაუწიე, გრილი ცოტა რთული სამუშაოა და ასე. აღონდ თავარი გაითვალისწინეთ. იმდენად უნდა ამოშრეს, აი წეგან როგორც ვანახეთ. აი ცოტა ბლანტი უნდა იყოს, რომ ცომი არ დაგვისველოს მე შიგთავსად. უნდა ამოვაშროთ რეალურად რა და რა დროსაც წაიღებს ეს ამოშრობა, ის დრო უნდა იყოს ცეცხლზე. დაგიბრუნდებით მალე. მადლობა. ცოტა ალკოჰოლი გამოვიდა და მე ჟილეტი ჩავიცვი. აი, ცაგერა. ნახე რა ლამაზი. ჩემი წელია. კი. ძალიან ორ ნაწილად გავყოთ თუ 4-ად. რამდენს ვაკეთებთ? ერთი ყველა ვარ. რა ზუსტად ვიცი. იმიტომ ფორმა გვაქვს, ძალიან დიდი ფორმა არ არის რა.
და კაი, მოდი ვქნათ 2. ხო, აქ და 2 აქ. აუ, ერთი აქ ჩავახედოთ რა სიტუაცია უკვე. აბა, თქვენ ისნებოდით. იფ, თუნ თანან. აი. ამოიშრო. ლანტია. აი დასვენებამ რა უქნა. დასვენება შენ გიშვება და ცომს არ უსამს. ხორცი ხო არ ამოვიღო ამასობაში? იცი რა? არა, ეგ ფორმაში ამას რო გადავიდან თუ თვილი ხო არ გინდა? არ იკრობს არა სამის პეცი ეგ არის. თან სივა გაიგე და არალღვება კარაკი. სხვაშორის თქვენ თუ სახლის სახლში გააკეთებთ ამას. ეგ რისკი არის რომ გაგილღვეთ ხოლმე რა, იმიტომ რომ კარაქია შენ თარ დაგავწეს კარაქი. რომელიც 29 გრადუსზე იწყებს ლღობას. უხლავი არის ეგ არის მესხური საფრთხე. ვიცი რაც არის, მაგრამ მესხურს ვაკეთებ ხა მე რამეს. ვიცა. ხო და ნახეთ რა არის კარაქი 29 გრადუსზე იწყებს ლღობას. ჩვენი სხეულის ტემპერატურა ეხლავე რომ იღლიაში თერმომეტრით ჩაიდოთ 36-ს გიჩვენებთ. ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმი უკაჩავს კარაქის მასის ლღობას და ჩვენი ორგანიზმიდან მალევე და 100%-ით გამოიდევნება. რაც შეეხება მარგარიტს და მსგავს ცხიმს, ღმერთმა დაგვიფაროს პალმის ცხიმი, ის ჩვენი ორგანიზმიდან თითქმის არ გამოიდევნება. ამიტომ მოერიდით. და უბრალოდ კარაქი გაცილებით გემრიელია ყველაფერს თავიდან. ხო. ოპლაც. გადმოგაქვს? გადმოვიდა. ეგერ დავდგა. სეტკას ჩავდგა. ლამაზი ჭურჭელი გვაქვს. ჩვენ გადავწყვეტ რომ ღვეზელი ამაში გამოვაცხოთ. ძალიან ლამაზია თუჯის. ესეთი ძიმე ხო იცი რა. ესე იგი ცომი ხო ორად გავყავით. ნახეთ როგორი პრიალა სლიკინა და ლამაზია. არ იკრობს. ჩვენა ცხიმი, არა, ცხიმიანი ის არის ხო ცხიმიანი და ნაზად ჩავაფინოთ. რომ ჯერ ქვედა მხარე დაუჭიროთ. აი ესე. როცა მოკლე ის ხორცს მე მაშინ მოვიტანი. მოდი. გინდა მე მოვიდე. დაუშვი. ნახე რა ლამაზია. თუნ თან. ა? ოჰო. იფ. მოდი ვაღიაროთ რომ ძალიან კარგია. ჯერ ყველა ეტაპი კარგად გაიარა და. ხო, აი ხა ბოლო ეტაპი ხრჩება ეს უნდა გამოვაცხოთ. სახლის ღუმელებში თქვენ შეგიძლიათ ეს გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. თუმცა 180-დან 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. თუმცა სულ მაგას ვიმეორებ, რომ ძალიან ინდივიდუალურია ყველა ოჯახის ღუმელი. სანამ არ შეუქროსფერდება და შეყავისფერდება. ანუ აქ თავარია ცომი გამოცხეს. აბა ეს სიღრმეში შეგვიძლია ჩავდოთ. კი, აბარა. ხო და ისიც გადმოვა მე ადამიანური თვალსაზრისით. კვერცხის გული გვინდა? ეს ჩამოვაჭრათ ზედმეტები. სხვათა შორის აი ეს ნარჩენი ცომი ძალიან კარგი კრეკერები შეიძლება გამოგივიდეთ აი ამ ცომისგან ბავშვებისთვის, თქვენთვის. თქვენ არიცით რა კარგია ახლა რომ აქ ცივა ამ კულინარიული თვალსაზრისით, იმიტომ რომ როცა თბილა და სითბოში აკეთებთ ამას, ამ ცომის მართვა ცოტა რთულია რა. აი ახლა უკვე ამ კვერცხის გადასმისას უკვე შეიძლება და გამსკდარიყო ცომი, იმიტომ რომ როგორც ავთომ გითხრათ, კარაქს ბევრი არ ჭირდება იმისთვის, რომ გაალღვეს და მალევე იწყებს ლღობას რა და ეხლა ძალიან გვიმართლებს რომ ამ სიცივეში ტემპერატურა უჭროს. ამიტომ თქვენ რო ცომს გამოიღებთ მაცივრიდან, ეცადეთ რომ მალევე შეუდგეთ საქმეს რომ ცომი არ გაგითბეთ. ეს რამე ხო არ დავაწეროთ. და მე აჩვენახე შენი სახელი მოვქარგი. ნახე მე რა მაგარი დანა მაქვს.
ჩვენმა სტუმარმა მაჩუკა სხვათა შორის რომ მოხვედი ხელცარიელი. ხელცარიელი თან მეორედ ანუ რამდენი შანსი მოგწე. მეორედ იცი რატო დაგპატიჟე რომ იქნები ეხლა რა. მოეტანა რაღაცა. მართალი მესამეთ რომ დამეძახე აუცილებლად მოგიტან. YouTube-ზე არის გადაცემა ესეთი ნადირობა. ნადირობა, ვიცი ვიზეც ამბობ. და გოგამ ძალიან ისეთია, ანუ დანას მე ალბათ არავის არ ვაჩუქები ჩემსაც. სხვა რომ ვაჩუკა ძალიან სხვათა შორის ხო მეც ეგეც ნივთებთან ძალიან თან მონადირისთვის დანა ხო ისეთია, როგორც ზარეულისთვის. ალბათ ვიმედოვნოთ რომ გოგას კიდე აქვს ეგეთი და მარტო მოდი ხო უნდა მოვქარგო აჩო. მოიცა? კიდე შეიძლება. რა ლამაზია რა. კიდე დავარღვიო ეგ სილამაზს. და დავაწერო აჩო. ხო რა. ეს ფორმა ძალიან. კი, აჩო არა, აჩო უნდა დააწერო. ავჩო დავაწერ კიდე. აჩო. აიცა. აბა ვნახოთ როგორ გამოიყურება. ერთი გადავიღო და მე afters მე გადავიღე. ეხლა ნუ ნახრეტი უეჭველი გვინდა. დავაწერ რა. მიდი დააწერ. რა დავაწერ? რა დააწერო და აჩო დააწერ. აი ესე აქ იყო აჩო. რამდენი კვერცხია? არა ესე ვაწებს. ავჩო? აუ რამდენი უნდა ვწერო? მაგრამ თვითონ ოხო მთლიანად ო არის. ავჩი. ფორმა. ავჩი და გვერდია. ხედა, მომიჭრა ცომი. რამდენი მიწვალია და ავჩო. ერთი შუაში ნახრეტიც გამაკეთებინა და მოჭრა. რა ნახრეტიო. აი აქ. ჩანგლით გააკეთე თუ გინდა. ესე გამოიყურება მოკლედ ჩვენი ავსტრალიური ხორცის ღვეზელი. აწიე ხა. და დავდოთ. აბა იჯორი გადაწყვეტ. შენიც და შენმა კაცობამ. ეხლა ამ მომენტისთვის არის 180. ეგ გვაწყობს. ნახევარი საათი 40 წუთი. საშუალოდ ესე ავიღოთ და დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას. 35 minutes later. გავიდა 35 წუთი. აი ეგ кайფია გრილზე მომზადებას რა. აი ხა მინდა მე გაპარანჭული ღვეზელი. არ მინდა. მე მინდა აი ესეთი ნამდვილი. просто აი ეს როგორ უნდა გადმოვიღოთ მე ეხლა? გადმოვიღებ. ეს ორთქი ნახე. მატარებლის ხმა რო დამიდეთ აქ. აჰა. ნახე. და მე სუნიაკ ფად. აუ რა კაია. ჰა? ეს უნდა შეგრილდეს? ხო. არა, მოიცა. ჰა. ჯანიც გავარდეს, მოიცა. გადადი. დავა. აი როგორც წესი არის, გადმოატრიალეთ. აი. დავაყირაო. მოიცა მე დავადებ თავზე. რაღაცას ვიგონებთ ხა. მოიცა, დადე. დაიწება. ვсё, გაუშიხე. ეგ არის, დამოატრიალე. აბა რა, ეხა იყავი ეგ. ეხა გვიდა ორი კაც. ეგ არის, აბა რა. დადე. აბა ჯერ ის ვქნათ. პასკა გამოცვი. რატო აიღე ეგ? მიკროლი აქვს. აი აქ დაგემშვიდობებით ჩვენ. ცოტა ჩქარ, ყველა ცხიმს ვკარგავ. ისე ვიც რო გავაკეთოთ აქში. და გავაკეთოთ. მოიცა? არა, მიდი ამ მოტრიალე. არა, კარგია. უბრალოდ ცოტა ხანი ვაცადოთ მართლა და მე ავიღოთ რა. რო შეცივდება? კი. შენი ვიზუალი ფანტასტიკური აქვს, სუნის ფანტასტიკური აქვს. ერთ-ერთი ესეთ ღვეზელებს და ზოგადად ღვეზელებს რო გააკეთეთ ხოლმე შეხედულობაში გქონდეთ რომ აცადეთ. დაელოდეთ რომ დაჯდეს. მით უმეტეს როცა კარაქის და ყველის ცონზე გვაქვს საუბარი, იმას გრადობა სჭირდება, რომ შეიკრას რა. რა უნდა დაველოდოთ? მოკლედ ჩვენ გადავწყვიტეთ ესევე საბჭომ ამის ლოდინის დრო არავის არ აქვს. და ეხლა რასაც ვიზავ, არ გეგონოთ ეგ ჩიტინგი, ანუ ეს გამოსავალი კი არ არის. ერთ-ერთი ფორმაა ესეთი ტიპის კერძების მირთვების. მართლა არ ხუმრობ, მარტო სიზარმაცრალი არ არის, ამიტომ გადავწყვეტ რომ კი არ დაველოდოთ, არამედ აი ესე პირდაპირ. მოვჭრათ, გადმოვიღოთ და თეფშიდან მივირთვათ.
თუ თქვენ გექნება დრო რომ დაიცავთ, რა თქმა უნდა, შეაგრილეთ, მე განმეორდა როგორც ღვეზელს, ისე დაჭრით. მით უმეტეს თუ დასაწყისში აღვნიშნეთ ჩვენ თუ ფარშით აკეთებთ, მით უმეტეს შეიკრება და დაჭრადი იქნება. ესეთი ხორცი ცოტა მოიფანტო. თორე აბა, ავთო მზად ხარ? რისთვის? ვარ, ცოტა ესე ჩავჭრათ. აი ესე. ჩესნად გითხრა, მენანება გადმოღება შენ. მართლა. მიდი შენ ჯერ გადმოიღე თუ გადმოიღებ და რატო ვერ გადმოიღებას? ვაი 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 მე. მოდი სიმართლე ვთქვათ. რა, რამდენი სიმართლე უნდა ვთქვა? ორ წუთში ყველაფერს. მომეცი ჩაგერე. არა, უბრალოდ ცოტა ძირს აქვს მიმწვარე. და ამიტომ არა, მოდის. მოიც. ხო, აჩოს რო კითხო ეს მიმწვარე, ეს დამწვარი არა, ეს კარამელი. არა, ეხა ხალხი ფიქრობს რომ პაცაშიც ეგრე ვაპროვოთ რაღაცებს და არ არის ეგრე. სტუმარი შენ ხარ? შენ უნდა აუ, ამას მართლა უხდება ულჯი. ძალიან კაი, ეს დამწვარი მართლა არ ვაჭამოთ, მაგრამ ეს ძალიან კაია. ცომი თქვი? დამწვარი თუ გამომწვარი? გამომწვარი. ძალიან კაია. ხო, ფარშითაც შეიძლება. ცებში და ჩვენ ძალიან მაღალი გავაკეთეთ ახლა. გამოიწერეთ დაალაგეთ რაც ვიქეთ მეწავი, აი, პაკა. კარგად.